არიან თუ არა რეპტილიელების საშიში? არანაირად. ისინიც ჩვეულებრივი სულები არიან, რომლებაც სინათლისგან მოწყვეტილად სიბნელეში არსებობა აირჩიეს. თუმცა ის დიდი ეპოქალური ცვლილებები, რომლის წინაშეც მთელი კაცობრიობა დღეს დგას, რეპტილიელებსაც აძლევს შანსს დაუბრუნდნენ სულიერ საწყისს, სინათლეს და განიცადონ სულიერი ევოლუცია. რეპტილიელები მხოლოდ სულიერად ღრმა ძილში მყოფ, იგივე ზომბირებულ ადამიანებს ათამაშებენ თაბიჭკუაზე, ხოლო სულიერად გაცნობიერებულ და ამაღლებულ ადამიანებს მათგან არანაირი საშიშროება არ ემუქრებათ. უნდა გვახსოვდეს, რომ სულს აქვს თავისუფალი ნება და მისი ნების საწინააღმდეგოდ ვერავინ იმოქმედებს მის ცხოვრებაში. ყველა სული, რომელიც დედამიწაზეა, საკუთარი ნებით მოხვდა აქ. თუმცა, შემდეგ მრავალი ხრიკებით, რეპტილიელებმა ბევრი სულის მოტყუება და შეცდომაში შეყვანა შეძლეს და ასე ჩატოვეს ისინი დედამიწის მატრიცაში. ახლა კი, როდესაც ყველა ინფორმაცია სრულიად ხელმისაწვდომი ხდება მასებისთვის და ყველას ეუწყება სიმართლე, სულის საქმეა, როგორ გამოიყენებს მას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სული, რომელიც რეპტილიურ რეინკარნაციაშია, ცუდი და ბოროტი სულაც არ არის. ისინი უბრალოდ მოწყვეტილი არიან წმინდა ღვთიურ წყაროს და თუ კი გააცნობიერებენ ამას და მოისურვებენ სინათლეში დაბრუნებას, აუცილებლად შეძლებენ ამას. ყველას თავისი ინდივიდუალური სულიერი გზა აქვს და ამაში საკუთარი ნების გარდა ვერავინ და ვერაფერი დაეხმარება. ყველა და ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ინსტრუმენტი, გზამკვლევი შეიძლება იყოს. რეგრესული ჰიპნოზის შედეგად ერთ-ერთმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ წინა რეინკარნაციაში იყო რეპტილიელი რასის წარმომადგენელი. ის ამ რეინკარნაციას სხვა პლანეტაზე გადიოდა, სადაც დედამიწიდან წაყვანილი ადამიანები მონურ ყოფაში ყავდათ რეპტილიელებს. იმის მიუხედავად, რომ თავად რეპტილიელთა რასას განეკუთვნებოდა, იმ რეინკარნაციაში ის უდიდეს სინდისის ქენჯნას და თანაგრძნობას განიცდიდა ადამიანების მიმართ. დღეს ის ძალიან კარგი და კეთილი ადამიანია. თუმცა დიდი ალბათობაა იმისა, რომ მისი სული უბრალოდ გადიოდა რეპტილიურ რეინკარნაციას და არც მაშინ იყო რეპტილიური ცნობიერების მატარებელი. სულიერი ევოლუციის შანსი კი აბსოლუტურად ყველას ეძლება. ასევე 2013 წლის მარტში YouTube-ზე გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ იმჟამინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამას რეპტილიელების საიდუმლო სამსახური ჰქონდა, 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. YouTube-მა მას მიამაგრა ნიშანი, რომელსაც ვიკიპედიაში რეპტილოიდებთან დაკავშირებული კონსპირაციის თეორიის განმარტებაზე გადავყავართ. 2020 წლის 25 დეკემბერს ნეშვილში, ქალაქის ცენტრში, 63 წლის ენტონი ვორნერმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. გამოძიების მიხედვით თავის აფეთქებამდე მან მეგობრებს წერილები გაუგზავნა, რომელშიც სხვა კონსპირაციის თეორიებთან ერთად ამტკიცებდა, რომ სამყაროს ხვლიკი ადამიანები აკონტროლებდნენ.